მოგესალმებით არხის გამოწერებო. დღეს დამპატიჟა ირაკლი წვერამა მონადირეთა კლუბმა მონადირემ სადაც აქვს ლიცენზია მტაცებელი ცხოველის გამოხშირვაზე. ჩამოვედით, შევიკრიბეთ, ვეცდებით გამოხშიროთ ბუნებაში ზედმეტი მტაცებელი. აქტივობა დაგეგმილი კლუბს, ასევე დაგეგმილია გარემოს განაშენიანება, აქვს ნერგები ნაყიდი, რომელსაც დავრგავთ ისეთ ადგილზე, სადაც შეიძლება რომ გაიხაროს ძირითადად ხეხილი და ლამაზი დეკორატიული ხეებია შეძენილი. მადლობა კლუბის დამფუძნებელს, ყველას ბიჭებს ამ მომპატიჟებისთვის. ნახოთ როგორი ნადირობა გამოგვივა. ბოლოს ერთ-ერთი კლუბის წევრის ძალიან კარგი ადამიანის ლაშას დაბადების დღეა და შემდეგ ესე ვთქვათ მესამე ტაიმის გაიმართება. აბადროებით. დაგირე, კაირაკლი. ამირეკა გამისურათა ნახევარი ამირეკა. ოფიდე შანსაღანზე რავი. ხედები გვაქვს თბილისთან ანახულსა ვარ და მაქსიმუმად ვდავით ხილად აი იმოხონა იქნება რა რომ ისე თქვენივე განხილობის უსაფრთხოების მიზნით რა და თითოეულ ჩვენთან რა ტყვიას დამოუკიდებლ მდგომარეობაში მოვიყვან ხოლმე მხოლოდ ნომერში დადგომის თანავე მანამდე არავით არის არც აბო იმაში ჩადება ეგეთ კიდი არანაირი რა ერთ ისე ტყვიას არ ვათავსებ თოფში სანამ ნომერთან არ მივალ და არ დავდგება არავინ არ მუშაობს საერთოდ რაც ზებიქონეს აწეული თუ მინდა რა როგორც მე გაგიხადება თუ მინდა შუაზე დააყენეთ ანუ ნორმალურად ის უნდა რომ დავაგებინო ხო და ეს ზედმეტი გადალაპარაკება ერთმანეთში რომ მე აქა ვარ მე იქა ვარ მე დახევისმელი ვარ და მე ისე ვარ ეს როგორც ვიცი რა მოხდინა იქით მე რო ესე გავაკეთე და მე დაიწყება სარკი გადმოგცემს თავით დაიწყო სარკი ერთი თვე წამოვიდა დაღლები დამოვიდნენ და всё არანაირი გადალაპარაკება ერთმანეთში გარდა იმ შემთხვევებისა და ან ნომრიდან გაგვივიდა რაღაცა, გაგვწა რაღაცა და რომელი მიმართულებით წავიდა საით. всё, დანარჩენი ყველაფერი. ეს ჩემი ნომერია, გავნაწილეთ ნომრებში. აი ეს ხევი დაიკეტა ესე ბოლომდე. აიქედან წამოვა სარკი და ესე ავყობით და დაახლოებით ერთი მინიმუმ 700-800 მეტრი ეს ხევი ორივე მხრიდან დაკეტილი გვაქვს. აი ბიჭები ჩანან, შეფერილობაც ისე არა ერთმანეთს კარგად ხედავთ. თოფი მომზადებული მაქვს. გაველოდები ახლა სარეკს და ნახოთ, იქან გაგვიმართლოს. გახდება აბა დავიყოთ. იკა დავიწყოთო, დადექით უკვე სარეკი მზადაა. დაიწყეთ ხორეკვა. საჩემი ნომერი აიქედან ქვედა ბოციდან ხევში ჩავიდა. სარეკი და ეს ხეობას მოუყვება გამოუშვა ძაღლი რა. ნახოთ აბა. ცოტა ქვევით კი ვარ ჩაწეული, მაგრამ
წესით აი ესე თუ რამე იქიდან დაიწრება, ხელს უნდა გამოყვეს და იმედია არ გამიწრება, სადმე კი არის კარგად შეფოთლი, ყიანებული ბუჩქნარ-ჯაგნარი არის, მაგრამ იმედია შევამჩნევ რა. ვარ მუშაობენ, სარეკი გაუსროლე და ცოტა мотиваცია მიეცი და დამოძრავდებიან. ყურადღებით დევნა დაიწყო ბიჭებო, ყურადღებით. ეხლა თქვას უნდა ატავებდეს ეს. რა ხდება მშვიდობა? პედაო, ანუ კარგი, აუკეთე კონტროლი. Manu, ჩადიდაბლა.
აქ არის რა იცი? საფურულით ლაპარაკი ამ რაციებში და ისე იყო რაღაცა მთელი ამბებია და რაციები ყველა ხო რაციები ეხლა მომისმინეთ რა რაციებს ჩაუწიეთ მაქსიმალურად. გიო სადა ხარ გიო თისარეკი მოვრჩით მხოლოდ ერთი დაცებელი გამოვიდა ერთი მელა იქნა მოღებული ეხლა გადავინაცვლოთ სხვა ადგილზე შედარებით ცოტა დიდი ხეობაა გავნაწილდით ისევ ისე ნომრებში და დაველოდებით როდის დაიწყებს სარეკი სვლას ძალიან კარგად დაორგანიზებული ყველაფერი გულისხმობ უსაფრთხოების ზომები ბიჭები ძალიან ყურადღებით არიან არის ხშირი და სწორი კომუნიკაცია ერთმანეთთან თუ სად ვინ როგორ გადაადგილდება რას ხედავს მის წინ გვაქვს რაციები სადაც ვაწვით და გვაწვიან ერთმანეთს ინფორმაციას ალბათ შეიძლება ვიდეოებშიც ჩანდეს ეს ინფორმაციის გაცვლის მომენტები და მოკლედ კარგია რა დავდიქი ჩემ ნომერში ესეთი ადგილი შევხვდა წილად ესეთი ხეობაა ხეობის ბოლოში ვარ ანუ ჩემს აქ თავდება უკვე ხევი დანარჩენი ბიჭები ყველანი განაწილებულები არიან ესე ამ ხევის სიღრმეში ესე ერთი კაცი მარცხნივ არის ორი კაცი აქ არის პირდაპირ ერთი ესე მთელი ეს ხეობა გვაქვს ათვისებული ჯერ არ დაწყებულა სარეკი კიდევ ნაწილდებიან ბიჭები ნომრებში მოკლედ თუ რამე გამოვიდა ამ ეტაპზე უფრო მჭიდროდ ვდგევართ ვიდრე წეღან უფრო ახლო-ახლოსა ვართ ნომრებში ერთმანეთთან და რავი თუ რამე იქნება უკვე მტაცებელს შანსი არ ექნება გაძრომის რა წეღან არ გქონია ცდილობა რომ რამე გაგვპაროდა მაგრამ ეხლა უკეთესად არის მთელი ხეობა დაკეტილი როგორც იტყვიან რა მონადირულ ენაზე სად მიდიხარ აკეთოდე ვერ გავუშვი არა ნომერი სადაა შენი აირბინეო დამიძახა მე ის იძახდა იქე და იქ არის რეზი არის იქ თუ რამე უნდა ასულიყო ის ზედამხარე დაკეტილია გახედე იგა აი ეს ზედამხარე დაკეტილია აქ შანსი არ იყო არაფრის მოკლედ პირველ რიგში მადლობა ირაკლი რას ამბობ? ამ დაპატიჟებისთვის მოწვევისთვის. მადლობა რომ გვერდს გვიმაგრებდი. კარგი გამოვიდა, ბევრი ვერაფერი, მაგრამ რაც საჭირო იყო მტაცებელი ამოვიღეთ. კარგი ის არის რომ ბევრი არ შევხვდა რა, ეგაა მნიშვნელოვანი. ბევრი მის მოლოდინში ბევრი იქნებოდა და კი არის
მოსახლეობა შეწუხებული, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, 5 სული შეგვხვდა და 2 ამოვიღეთ. ძალიან კაი საკმარისია, ნორმალურია. მადლობა კლუბს, ასევე იმ კარგი საქმისთვის, რომ დღეს აკეთებთ განაშენებას და აირგობა. ერთად ვაკეთებთ, ერთად ჩემო გოგა. კი ბატონო და ერთი რაღაც მინდა გთხოვოთ, ეს ახალგაზრდა ხალხი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს და ამას არ ჭირდება არც მონადირეობა, არც კლუბის წევრობა, ნებისმიერ შეგიძლიათ ოჯახის წევრები გამოიყვანოთ ნებისმიერ ოდნავ გაიაროთ კონსტანცია შეიძლება ხე დაიგოს და განაშენიანოთ ჩვენი გარემო რა. კი ბატონო. მადლობა სტუმრობისთვის. მიხარია რომ რამდენი ხნის შემდეგ ბოლოს ოდის ვინადირეთ ერთად აღარ მახსოვს. ყველაფერს თავიდანვე სუფთა ჰაერზე გამოვისაინეთ მეგობრებმა. პატიოსნად როგორც შეგვეფერება, ისე გავაკეთეთ ყველაფერი. ძალიან ბევრი მშვიდობიანი ცხოველის გამოსვლა იყო, კურდღელი, ძალიან ბევრი იყო და ეს მოხარული ვარ რომ ესე იყო. დაწესებელი შეხვდა ცოტა, მშვიდობიანი ცხოველი შეხვდა ბევრი. ეს იმას ნიშნავს, რომ რასაც ვაკეთებთ ჩვენ დაწესებლის ამოღებას, იმუშავა და იმუშავებს. და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გამგეობებს ზოგადად რომ შესაბამის კლუბებს აძლევენ ეგრეთ წოდებულ კვოტებს, ლიცენზიებს. ძალიან კაი საქმე გეკეთება ქვეყნისთვის რა. კი ბატონო. იმ დღეს დაიდო სოციალურ ქსელში ვერაზე კაკაბი დაიჭირეს და მალე ყველას ხოხბები და კაკბები, გნოლები ყოფილიყო მთელ საქართველოს ტერიტორიაზე. გენაცვალე, წარმატებები. ბაჭი როგორი იყო? ჩვენიერი ზღვა ემოცია, ნამდვილად მადლობა ყველას, მონადირეებს, კონკრეტულად ირაკლის, წვერავას, შენ, გოგა, მონადირეებს დღისთვის. ზღვა ემოცია, მადლობა ყველას. როგორი იყო? ძალიან კარგი იყო. გაგრძელება იქნება უფრო მაგარი. უფრო მაგარი, ხო? აი! ეგ ნახავს ახლა იმას ბექავრო მოკლა. ბაჭი როგორი იყო? არაჩვეულებრივი პირველი იყო და სავსებით ნასიამოვნები გახლავართ. ბატონი ბალარჯაშვილი აზგვეთებს რა. ალარჯაშვილი დუმს ძიმე კახელი ვინ გადაბრაზა შია რეზი აჟარ ასიკი აბა როგორი ბატონო აჟარ გამარჯობა აჟარ შვენიერი გამოგვივიდა მაგრამ ზოგი ავიყვანეთ ზოგი ვერ ავიყვანეთ და დღე დარჩა მხიარული. ყველას მაგრამ მაგარი ამინ დაგვით ხო? მაგარი. ეხლა მესამე ტაიმი ვაფშე. მიყვარს გოგას არხი ძალიან. გოგას ვენაც გამოიწეეთ ყველა დაგვაფოლოვეთ და გვიყურეთ ახალ ვიდეოს დავდივართ. აი ხარით ბიჭო. გაგრძელება იქნება. ლაშა პირველ რიგში გილოცავ დაბადების დღეს. მადლობა. მინდა ჯანმრთელობა გისურვო, ბედნიერება გისურვო, ახალგაზრდა კაცი ხარ, ჯანიანი კაცი ხარ და ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს. ძალიან კაი წამოწყება იყო, კარგი იყო ყველაფერი. და რამდენად მნიშვნელოვანი არის ესეთი აქტივობა თქვენთვის, რეგიონისთვის, რაიონისთვის, ზოგადად. ხურისეყით რო გითხრა რა. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დაახლოებით 200-300 მეტრის დაშორებით არის სოფლიდან ძალიან ბევრი მავნებელი რა და რავი დარჩენილი არც ქათამი ხარობს და არც პირუტყვი რა. რაც დარჩება გარეთ ყველაფერს ანადგურებენ რა. პირწმინდა და მათ შორის არც კურდღელი მრავლდება ჩვენს ბუნებაში და ხოხობის და იმის გაშვებაზე ხო ზედმეტია საუბარი რა და სანამ მავნებლები არ გამოიხშირება ზომიერად რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისიც საჭიროა. მანამდე არაფერზე ფიქრს აზრი არ აქვს რა. ილოცა კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მასპინძ ლოგისთვის. აი ხარ. იკა აუწი იკა. ხეები დაუწი იკა. კი, ეხლა დავიწევთ ხეების დარგვას. ნახე რა ხედები. კი, მაგარია რა.
შველი არ გეგონოთ მეგობრებო წყარია, წყვრიშვილი. წყვრიშვილია? კატში ვერ მოგახვედრე რა. სუტრია ეგრე. ხმელა პუშჭამ, ჩემო ვაჟა? კარგია. ხაჭაპური ჯობია. ჯობია, მაგრამ ესეთ ხაერზე ეს ჯობია. ლობიანი. დენაცვალი გოგა შემოგიყვება ჩემი. გაიხარი. ის რო ჩაიდიოს. ის რო ჩაიდ. გეხაროს. გიგა ახაც ლაპად გამოვხსნი. ახაც ლაპად გამოვხსნი. გიგა. აი, გაიყოფა. ხალი დალოცულია, ჩემი გარგარი მომეც. ეგდამ, ო! 20 ძირი აქვს გვეყოფა რა. მოდი დავიწყოთ აქედან და 3-3 მეტრი. თან ეგ დიდი იზრდება, ცოტა ადგილიც სჭირდება. არა, ჯუჯაკაკლები გვაქვს ნახეთი, 3-3 მეტრაში ირგვება რა. ირგვება. ეხლა ვაკეთებ ჩვენ კარგ საქმეს. აი, იყავ. ეგ იქნებოდა.